პირველ რიგში სრულიად სწორად აღნიშნეთ და მე მინდა ის ყოველთვის რეფერენტ გაზრდევდეს ხოლმე ყველა დისკუსიას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არა მხოლოდ სასამართლო, ზოგადად მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით არის ფიქცია და მართლმსაჯულების მიზანი არის არა სიმართლის ან ჭეშმარიტების დადგენა, არამედ იმ ადამიანების დაჭერის გამართლება და მიზეზის პოვნა, არგუმენტების პოვნა დაჭერისთვის, ვისი დაჭერაც არის გადაწყვეტილი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ. ამ პროცესის მიზანიც, ისევე როგორც წინა ინსტანციის პროცესების მიზანი არის სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების, ბურჭულაძის და სხვების დაჭერის და არა მხოლოდ დაჭერის, მათი რეპუტაციის შელახვის გამართლება და მხარდაჭერა და არა რაიმე ტიპის სიმართლის ან დადგენა ან მართლმსაჯულების წარმოება. რაც შეეხება დღევანდელი პროცესი იყო პირველი პროცესი სააპელაციო სასამართლოში, ჩვენ ასე სწრაფად არც ველოდით ამ პროცესის ჩანიშვნას, თუმცა ეს ბოლო პერიოდში რამდენიმე საქმეზე ხდება ხოლმე ასე, მათ შორის ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზეც დაჩქარებულია პროცესები თქვენ მოგეხსენებათ. დღეს პაატა მანჯგალაძის ნაწილში წარადგინა დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა. პაატა მანჯგალაძის ნაწილი ამ საქმეში ასევე სრული სიგიჟე გახლავთ, მათ შორის იმ სტანდარტითაც კი რა სტანდარტიც ქართული ოცნების მართლმსაჯულებას უჭირავთ ამ საქმეში. პაატა ბურჭულაძეც თავად ესწრებოდა ამ სხდომას, მათ შორის მიუხედავად ჩემი აქტიური წინააღმდეგობისა, რომ მას არ უნდა წარმოედგინა დღეს პოზიცია, დღეს არ იყო ჩვენი ჯერი ბჭყალებში, ასე ვთქვათ, იგი პაატა მანჯგალაძის ადვოკატის სიტყვის დროს ვთქვათ, ამავე სიტყვაშივე ჩაეჭრა და კიდევ ერთხელ განაცხადა ის, რასაც უკვე ბევრი თვე არის საუბრობს, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ამაყობს იმით, რომ 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ორგანიზატორია და ყველა სხვა ადამიანი, ვინც იქ იმყოფება ორგანიზატორების ბრალდებით არის სრულიად ვთქვათ, უდანაშაულო და არა მხოლოდ უდანაშაულოდ, ყველა უდანაშაულო, არამედ სრულიად უარგუმენტოდ დაკავებული, იმიტომ რომ როგორც მან აღნიშნა, თავად გაუწია ორგანიზება ამ აქციას და მე შეგახსენებთ, რომ ამ აქციას არ მხოლოდ ორგანიზება გაუწია, ამ აქციაზე ნებართვა იყო გაცემული შესაბამისი ორგანოების მიერ, მათ შორის თბილისის მერიის მიერ. და ამას ვესწრებოდით უამრავი ადამიანი და ამას ვესწრებოდით ყველა ადვოკატი და დარბაზიც იყო სავსე. კი ბატონო. შოთა, მე მინდა პროკურატურის პოზიცია, როგორ განაცხადეს მათ ამის შესახებ, როგორ შესთავაზეს საპროცესო გარიგება დიდი შეკრების ორგანიზატორებს და მე თქვენ თვითონ თქვით და მეც წავიკითხე სიტყვაში, რომელიც უკვე გაშიფრული იყო, აქაც მოვისმენეთ ბატონი პაატას სიტყვა ხმა იყო ჩაწერილი ვრცელდება ტელეგრამ არხზე, რომ ის პირდაპირ ამბობს, რომ პაატა მანჯგალაძე აქ არაფერ შუაშია და თავადაც ახსენეთ, რომ სიგიჟია. ქართული ოცნების სტანდარტითაც კი პაატა მანჯგალაძის გასამართი. უბრალოდ შეგახსენებთ ერთი სასაცილო თქვათ პასაჟი რომ მოგიყოთ პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ სულ 3-4 მტკიცებულება არის, მათ შორის არის მიცი საჯარო გამოსვლები, როცა ამბობს მაგალითად ესეთ ფრაზებს, რომ დღეს ყველანი უნდა ვიყოთ აქციაზე. ოღონდ იცით რა უცნაურობა არის ამ მტკიცებულებაში? ეს მტკიცებულება არის ტექსტი მისი გამოსვლიდან ერთ-ერთ ტელევიზიაში, თუ ვცდები პირველში 2024 წლის ოქტომბერში. დაწერილი, როცა ის საუბრობს და არა 2025 წლის მაშინ ოპოზიციის მიერ წინა საარჩევნო აქციაზე და ასეთი მტკიცებულებები არის ძალიან ბევრი. მაგრამ ამას მე არაბათილებს ან მოსამართლე არა ცხადია უფრო მეტიც პირველი ინსტანციის მოსამართლე ირაკლი ხუსკოვაძე ამ მტკიცებულებებს ეყრდნობა და ამბობს რომ ამ მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული და იპოვა სისხლის სამართლის შემადგენლობა რაც ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ მე ხშირად მაქვს ხოლმე ეგეთი განცდა მათ შორის ოჯახის წევრებთანაც ბრალდებულებისა ის რომ ხშირად ადამიანებს გონიათ რომ რაიმე არგუმენტს ან რაიმე მტკიცებულებას მნიშვნელობა აქვს მურუსიძის სასამართლოსთვის, კვანის სასამართლოსთვის სამწუხაროდ ეს ასე არ არის მე მინახავს პოლიტიკური პატიმრები განსაკუთრებით ისინი ვინცაც გამოცდილება არ აქვს ვთქვათ პოლიტიკოსობისა ვინც არ არის პოლიტიკოსი უბრალოდ პოლიტიკური პატიმარია როცა მათ ვესაუბრები ხოლმე საქმის პერსპექტივებზე მათ შემთხვევაში უთქვამთ რომ კი მაგრამ აი მოსამართლე ხომ ნახავს და ხო შეაფასებს რომ იქ არ ვიდექით არაფერი გვისვრია ხელში არაფერი გვეჭირა იქ არ ყოფილ ვარ სხვაგან ვიყოთ ამ შემდეგ და ამის შემდეგ მიწევს ხოლმე დიდი ხნის განმავლობაში ახსნა იმისი რომ ამას ვერ ნახავს მოსამართლე მას აზრი არ აქვს სემბლიშ რასაკეთებდით როგორც აღვნიშნე გადაწყდა ვიღაცამ გადაწყვიტა რომ თქვენ დაგაკავონ ჩაქსვან ციხეში იმიტომ რომ ვიღაცა უნდა ჯაჯდეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ და მოსამართლე და სასამართლო ყველაფერს გააკეთებს რომ ამას უპოვოს შესაბამისი მიზეზები იქ არ იქნება გამოძიება სიმართლისთვის ან გამოკვლევა იმისა რა გააკეთეთ სინამდვილეში ასევე ამ საქმეში ზუსტად იგივე სურათი გვაქვს მით უმეტეს პოლიტიკური ინტერესი აქ ბევრად მეტია რომ ჩვენ არ ველოდებით და მოლოდინი არ უნდა გქონდეს იმისა რომ რაიმე ტიპის მართლმსაჯულება განხორციელდება უფრო მეტსაც გეტყვით მომდევნო პროცესზე რომელიც სექტემბერში დაინიშნა სულ რომ ადგეს მოსამართლე და შეწყვიტოს საქმის წარმოება და თქვას რომ ყველა ეს ადამიანი
უდანაშაულოა, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება იქნება და დღევანდელი შემოთავაზებაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ აი პროცესი მაინტერესებს ტექნიკური, ანუ სურათის აღწერა რომ მომიყვეთ. როგორ იყო შეთავაზებული დარბას რა რეაქცია ქონდა, მშავრდებულებს რა რეაქცია ქონდა? საპროცესო გარიგებაზე მე შევეცდები რომ ისე ვისაუბრო რომ არ დავარღვიო ის საზღვრები რამაც შეიძლება მოლაპარაკება ეს პროცესი ზიანი მიაყენოს, იმიტომ რომ დღესაც აღნიშნა რომ ეს არის რეალურად შესაძლებლობა იმისა რომ პოლიტიკურმა ბრალდებულებმა უდანაშაულ ადამიანებმა დატოვონ საპრობილე, თუმცა ვიტყვი იმას რომ ეს არ არის საჯარო პროცესი, მათ შორის ინფორმაციის გასვლა გამოცვლა შეზღუდულია მათ შორის მედიისთვის. ცხადია და გარკვეულწილად მიმდინარეობს დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ოფიციალურად ეს პროცესი იწყება პროკურატურის სადმე განცხადების მიმართვით ან პროკურატურის სადმე მიმართვის ბრალდებულების მხრიდან. ეს არ ხდება სასამართლო დარბაზში, ეს ხდება თავდაპირველად წერილობითი კორესპონდენციის საშუალებით, შემდეგ ამას პროკურატურა იხილავს, შემდეგ მოდის პროკურატურიდან პასუხი და სასამართლო უკვე ამ საპროცესო გარიგებას ადასტურებს, ამტკიცებს თავისი განაჩენით, ან განაჩენის სტადიაზე, ან გამოიყოფა საქმე და ცალკე მიმდინარეობს. უბრალოდ განსაკუთრებით ვთქვათ ცინიკური და პარადოქსული ის არის, რომ როგორც უკვე აღნიშნე, საპროცესო გარიგების მიზანი არის სრულიად სხვა, მათ შორის საკანონმდებლო მიზნები. თქვენ თუ გახსოვთ და მე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად მაქვს ხოლმე განცდა იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსინდისო პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყავს დღეს საქართველოს, მაშინ როცა ყველა ის ნაკლოვანება, რაზეც ისინი აპელირებდნენ მაშინ, როცა ოპოზიციაში იყვნენ, ხელისუფლებაში მოსვლამდე, პრინციპში გაამრავლეს 1000-ზე და პირველად უარს აკეთებენ. მაშინ თქვენ გახსოვთ ალბათ საპროცესო გარიგებებს ეძახდნენ, რომ ბიუჯეტის შევსების გზა იპოვაო იმ დროინდელმა ხელისუფლებამ და მამუკამდინარაძე იყო აქტიურად ჩართული. ნამდვილად და დღეს საპროცესო გარიგება რეალურად ყველა მიცის ხო ჩვენ უფრო მეტიც ტელევიზიით ვხედავთ უდანაშაულ ადამიანებს, ვინც საპროცესო გარიგებას დებენ და თარგმნებიან, იმიტომ რომ ციხიდან თავის დაღწევის საშუალება და გზა ეს არის მათ შორის უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს და ამ შემდეგ უფრო მეტიც მე ბევრი ვიცი ადამიანები, ვისაც მტკიცებულებებით დადასტურებული ჩადებული იარაღი მაგალითად ან ჩადებული სხვადასხვა უკანონო ნივთები ედებოდათ ბრალად, ქონა მათი და მოსაბოლოო ჯამში წარმოება დამთავრდა საპროცესო გარიგებით. უფრო მეტსაც გეტყვით თქვენ თუ ერთ-ერთი ამბავი არის, როცა მაგალითად მიხეილ სააკაშვილი როცა ჩამოვიდა საქართველოში და ჯერ კიდევ იმ დროინდელმა ძალოვნებმა არ იცოდნენ ზუსტად სად იყო, იცოდა რომ ჩამოსული იყო, მაშინ სამეგრელოში დააკავეს ბევრი პოლიციის უფროსი, ყოფილი სამართალდამცავი, მათ შორის იყო ერთ-ერთი ლექსო რაფავა, რომელსაც იარაღი ჩაუდეს სხვა პოლიციელების მსგავსად და ის რომ იარაღი ჩაუდეს, ბევრი მტკიცებულებით დასტურდება, ეს უდავო გარემოება არის დაწყებული ვიდეო მასალი, დამთავრებული მოწმეთა ჩვენებით და ამ საქმეშიც კი მას შემდეგ რაც გაირკვა რომ პრეზიდენტი დააკავეს და ეს პოლიციელები აღმოჩნდა რომ ტყუილად ყავდათ დაჭერილი, ამის შემდეგაც პროკურატურამ არ გაანთავისუფლა ისინი ან რაღაც ბრალდებაზე უარი კი არ თქვა. საპროცესო გარიგება შესთავაზეს, რაზეც ლექსომ უარი თქვა, მოიხადა სასჯელი. და სტრასბურგშია ახლა. ზოგადი სურათი ეს არის, დიახ.